მოგესალმებით ასოციაცია ფერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მახრაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ხშირად დასმული კითხვების ფარგლებში ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. მოგესალმებით. დღეს ბენეფიციარები ხშირად გვეკითხებიან ოჯახის დაგეგმვის სერვისის საკითხებზე. როგორც ცნობილია, ოჯახის დაგეგმვის კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილია და ბენეფიციარი ინფორმაციას ოჯახის ექიმისგან უნდა იღებდეს. თამარ, თქვენ როგორც სპეციალისტმა გვიპასუხეთ, რას გულისხმობს ტერმინი ოჯახის დაგეგმა? ოჯახის დაგეგმა ადამიანის უსაფრთხო და დებაყოფლობითი შესაძლებლობაა და გულისხმობს დაგეგმილ მოქმედებას ორსულობის მიღწევის, გადადების და თავიდან აცილების მიზნით. თამარ, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის დაგეგმას წვრილი ცხოვრებაში? ოჯახის დაგეგმა საშუალებას გვაძლევს წყვილმა სწორად წარმართოს ოჯახური ურთიერთობები. შეძლონ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, ასევე განსაზღვრონ ოჯახში ბავშვების რაოდენობა და ორსულობათა შორის შუალედები. შეინარჩუნონ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა და თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობები და აბორტი. თამარ, ოჯახის დაგეგმვის მიზნით რა მიდგომებს იყენებენ? ოჯახის დაგეგმვის მიზნით გამოიყენება ორი მიდგომა, ძირითადად ეს არის არასასურველი ორსულობის თავიდან არიდება, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების კონტრაცეფციის გზით და ასევე არასასურველი ორსულობის შეწყვეტა უსაფრთხო აბორტის გზით. თამარ, რა სარგებელი მოაქვს ოჯახის სწორ ეფექტიან დაგეგმვას? ოჯახის სწორი დაგეგმა საშუალებას იძლევა არასასურველი ორსულობები და სახიფათო აბორტები ავიცილოთ თავიდან, ასევე ახდენს ორსულობასთან დაკავშირებულ ავადობის და სიკვდილიანობის პრევენციას და ამცირებს სქესობრივი გზით გამდამდები დაავადებების, მათ შორის HIV და შიდსის გადაცემას. იმედი მაქვს საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვარდეთ ასოციაცია ფერა 21-ის ცხელ ხაზზე.